ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს ცრურწმენების შესახებ, პრეჯუდისების შესახებ და მინდა ვისაუბრო ერთ დუნკანის ექსპერიმენტზე, რომელიც ჩატარდა კალიფორნიის უნივერსიტეტში. კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუდენტებს აჩვენებდნენ კამათის ვიდეო ჩანაწერს. კამათში მონაწილეობდა ორი მამაკაცი, რომლის დროსაც ერთი მამაკაცი მეორეს ძლიერად კრავდა ხელს. მე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ექსპერიმენტი ჩატარდა 1976 წელს. საინტერესოა, როგორ იცვლებოდა აი ვიდეო ჩანაწერის შეფასება იმის და მიხედვით თუ ვინ მონაწილეობდა კამათში და ვინ კრავდა ხელს თავის მოკამათეს. აღმოჩნდა, რომ როდესაც თეთრკანიანი მამაკაცი კრავდა ხელს შავკანიანს, ცდისპირების მხოლოდ 13% უწოდებდა მის ქცევას, აღიქვამდა მის ქცევას როგორც ძალადობას და აფასებდა მას როგორც ძალადობას. მხოლოდ 13%, ხოლო დანარჩენები კი თეთრკანიანის ამ ქცევას აფასებდნენ როგორც ხუმრობას და თამაშს, მაგრამ თუ კი ხელს კრავდა თანამოსაუბრეს ამ თეთრკანიანს შავკანიანი, მაშინ ცდისპირთა 73% მას მოძალადედ მოიხსენიებდა. არსებობს, როგორც ხედავთ, დისკრიმინაციის უკაცრავად ცრურწმენების, ამ პრეჯუდისების განსხვავებული ფორმები. მე მინდა ვთქვა, რომ ამ უნივერსიტეტში ჩატარებული წინასწარი გამოკითხვის შედეგად, ასე ვთქვათ, მიიღეს სურათი, რომ პრეჯუდისი არ იყო დამახასიათებელი, რასისტული შეხედულებები არ იყო დამახასიათებელი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, მაგრამ ზუსტად აი ამ სტუდენტებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა, რომლის თაობაზეც მე თქვენ გესაუბრეთ, სრულიად განსხვავებული შედეგი გვაჩვენა. შესაბამისად, არსებობს პრეჯუდისის ფარული, ვალირებული ფორმები. სხვათა შორის ფარულ რასიზმს დღეს თანამედროვე რასიზმად ან კულტურულ რასიზმათაც მოიხსენიებენ და როგორც აღნიშნავენ, თანამედროვე ცრურწმენები ხშირად ვალირებულია და მათი გამოვლენა მხოლოდ საგანგებო კვლევების საფუძველზე არის შესაძლებელი. უნდა ითქვას კიდევ ერთი, რომ სოციალური თანასწორობა არის ცრურწმენების ძლევის ყველაზე ეფექტური საშუალება.